შეფასებების თემა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასდროს ყოფილა. პოლიტიკოსთა ნაწილი მსგავსი გამოსვლების გაკეთების ნაცვლად სალომე ზურაბიშვილს აქციაზე გასვლისა და ხალხთან დგომისკენ მოუწოდებს. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ძლიერი კოორდინაცია არის ის, რაც უძლებს ყველაფერს და ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ გაერთიანება არა ერთი პარტიის, არამედ პარტიების ერთი ინტერესების ირგვლივ იგულისხმებოდა. სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ამგვარი ერთიანობის შექმნას ჩვენ ვემხრობოდით, მიუხედავად იმისა, რომ ყოვლად გაუმართლებელია მისი მხრიდან პრეზიდენტი სააკაშვილის არ შეწყალება, თუმცა აქაც ჩემი აზრით უნდა განსაზღვროთ რაღაც კონკრეტული ვადები, რის შემდეგაც ცხადი იქნება, რომ ეს ერთობა არ შედგა და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი ძალების ფარგლებში და საკუთარი ფრონტით უნდა გააგრძელოს ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმთან. ერთიანობის თემაზე ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, რომ ჩვენთვის არ იყო ეს უპირობო და სრული ერთიანობა მისაღები. ჩვენ თანხმდებით მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებსაც დღესდღეობით ჩვენი ხალხი ითხოვს. ჩვენ მთლიანად ჩვენი მუშაობა დამოკიდებული არის ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთაზე. დღესდღეობით ეს დაკვეთა არის ერთიანობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება პოლიტპატიმრებს, რომელიც ეხება ევროპულ მომავალს და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას. სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის მთავარი შეცდომა ზოგადად და ნებისმიერ რაღაც აქტივობა მისულირად ხდებოდა. დიდი ხანია ერთ მიზანს ემსახურება, რომ უბრალოდ გაუგებრობა იყოს ოპოზიციურ ფლანგზე, ამორჩეული დაბნეული იყოს, ხან რაღაც გეგმებს აკეთებენ, მე ამბობ, რომ გეგმები არის, საკოორდინაციო შტაბებს ქმნიან, მე ხა ძლიერ კოორდინაციას იწყებენ. ქარტიაც საკმარისი იყო ის ბარდაკი, რაც ქარტიის ირგვლივ იყო, რომ არც ერთი შინაარსობრივი დისკუსია არ შედგა, რომ ამორჩეული მიხვდარიყო, რომ არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილის ამ შემთხვევაში ნდობა როგორც რაღაც ოპოზიციის ლიდერი, ან გამაძლიერებელი და ასე შემდეგ. გახსოვთ, როცა ჩვენ თქვით და ვიყავით მომხრე, რომ ზურაბიშვილი ყოფილიყო მედროშე კოლექტიური ნაცმოძრაობის, აი უსურვეთ ზურაბიშვილი და მიიღეს ზურაბიშვილი ლიდერად. კი ბატონო და ეხლა წუწუნი გვიან არის იმაზე, რომ ზურაბიშვილი თურმე სუსტია. ზურაბიშვილი არც მანამდე არ უნდოდა კოლექტიურ ნაცმოძრაობას, მაგრამ არავინ შეეკითხა მათ. ზურაბიშვილის და კოლექტიურ ნაცმოძრაობას არიან მართულები უცხოეთიდან. და შესაბამისად უცხოეთმა როგორც დაალაგა, გუბა საინკიძეს არ შეეკითხებოდა და არც ხაბეიშვილს ახლა უცხოური ძალა იქიდან. შესაბამისად როგორც დაალაგა, აი ესე დაალაგა. ვინ ეკითხება ან რა კოორდინაციას ეკითხება სალომე ზურაბიშვილს? საერთოდ არავინ არაფერს არ ეკითხება. როგორც ერთ რიგით ბოდიში კალბატონის თაობაზე ამას რომ ამბობ, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში სამწუხაროდ მან ჩაიგდო თავად-თავი, როდესაც მონას რამეს უბრძანებენ, ვალდებულია მონა რომ შეასრულოს და მხოლოდ კითხვა დასვას, რომ რამდენად სწრაფად უნდა შევასრულო და სხვა არავითარი აზრის გამოხატვის უფლება არ აქვს. და ეხლა ეს რაღაცა თვალსმოქმედები თითქოს გაერთიანებით თუ არ გაერთიანები, ისევ და ისევ თითქოს აქტიურობის მცდელობა არის, რომ ქართულ საზოგადოებას დაანახონ, რომ ჩვენ კიდევ ვარსებობთ, არ ვართ ესე ჩირგვებში შეყუჟულებიო, მანამ სანამ ისევ და ისევ არ მიიღებენ დავალებას.